როგორ შევამციროთ სურსათის ნარჩენები ყოველდღიურ ცხოვრებაში? ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედზე მეტი, დაახლოებით 2,5 მილიარდი ტონა იფლანგება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წამს, როცა ამ ვიდეოს უყურებ, მსოფლიოში იფლანგება, ანუ იკარგება ან იყრება დაახლოებით 79 ტონა საკვები. ტერმინი გაფლანგული საკვები მოიცავს სურსათის დანაკარგებსა და მის ნარჩენებს. სურსათის დანაკარგი ეს არის საკვები პროდუქტი, რომელიც ფუჭდება ან იყრება მანამ, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს. ეს შეიძლება მოხდეს მისი მოყვანის ადრეულ ეტაპზე, ტრანსპორტირების ან წარმოება-გადამუშავების პროცესში. სურსათის ნარჩენი კი ეს არის საკვები პროდუქტი, რომელიც უმეტესწილად კვლავ ვარგისია მოხმარებისთვის, მაგრამ მაინც ნაგავსაყრელზე ხვდება. ასეთი ნარჩენები მოიცავს პროდუქტებს, რომლებიც იყრება მაღაზიებიდან, რესტორნებიდან და სახლებიდან. საშუალოდ მსოფლიოში სურსათის დანაკარგების და ნარჩენების 53% მოდის ოჯახებზე. ჩვენი საოჯახო სამზარეულო სურსათის ნარჩენების ყველაზე დიდი წყაროა. გლობალურ მეურნეობაში გამოყენებული მტკნარი წყლის 25% სურსათის ნარჩენების გამო იკარგება, ანუ იხარჯება იმ საკვებზე, რომელიც არასოდეს მოიხმარება. წელიწადში მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო მიწების მთლიანი ფართობის 30% გამოიყენება იმ საკვების წარმოებისთვის, რომელიც იკარგება ან ნარჩენად გადაიქცევა. სურსათის დანაკარგები და ნარჩენები წარმოადგენს სათბურის აირების ემისიის 8-10%-ის წყაროს. სურსათის ნარჩენების შემცირება ხელს შეუწყობს რესურსების ეფექტურ გამოყენებას და კლიმატის მკვეთრი ცვლილების შერბილებას. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენთაგანის, როგორც მომხმარებლის, მცირე თვლილიც კი მნიშვნელოვანია. ქვემოთ ჩამოთვლილი მარტივი ქმედებებით თქვენ შეძლებთ შეამციროთ სურსათის ნარჩენები, დაზოგოთ ფული და შეასრულოთ პოზიტიური როლი გლობალური გამოწვევის დაძლევაში. შეადგინეთ კვების განრიგი და განახორციელეთ დაგეგმილი შესყიდვები. ჯერ შეამოწმეთ მაცივარი და სურსათის შესანახი სათავსო და შემდეგ შეადგინეთ საყიდლების სია. იყიდეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდება. არ წახვიდეთ საყიდლებზე მშიერი. შეზღუდეთ ზედმეტი პროდუქტების ყიდვა. კარგად შეისწავლეთ სურსათის უნებლობის მოთხოვნებისა და ეტიკეტირების წესები. ვარგისია მითითებულ თარიღამდე და უმჯობესია გამოყენებულ იქნეს მითითებულ თარიღამდე სრულიად განსხვავებული ტერმინებია. ზოგჯერ საკვები უმჯობესია გამოყენებულ იქნეს მითითებულ თარიღამდე ვადის გასვლის შემდეგაც უსაფრთხოა მოხმარებისათვის. სათანადოდ შეინახეთ საკვები პროდუქტები. ისწავლეთ ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის და რძის პროდუქტების სწორი შენახვა. გამოიყენეთ ჰერმეტული კონტეინერები, საკვების შესაფუთი ფირები და პაკეტები. გამოიყენეთ საკვების მონარჩენები შემოქმედებითად. მაგალითად, დაამზადეთ მონარჩენებისგან ახალი კერძი ორიგინალური რეცეპტით. აკონტროლეთ ულუფების ზომები. მიირთვით იმდენი, რამდენის ჭამასაც შეძლებთ.